საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და პირველი არხის ეთერში 23 საათზეა პირველი თემა. კონსტიტუციური მონარქია თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა მმართველობის რომელი მოდელია სასურველი ქვეყნისათვის? მონარქიის აღდგენის ინიციატორებს ამ მოდელის უპირატესობის დასამტკიცებლად თავიანთი არგუმენტები აქვთ, თუმცა იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. რა ეტაპებს განიხილავენ საქართველოში მეფის ინსტიტუტის აღდგენის მომხრეები იმისათვის, რათა ქვეყანას მომავალში მონარქი ყავდეს და სურს თუ არა საზოგადოებას კონსტიტუციური მონარქია. მმართველობის მოდელის შეცვლას თუნდაც რეფერენდუმით ამ იდეის მოწონების შემთხვევაში დრო დასჭირდება. მანამდე კი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა აქტუალური. თუმცა ხელისუფლება ახლო მომავალში, როგორც ოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს და მოსახლეობას ადრე გაცემული დაპირებების ახალ ვარიანტს თავაზობს. იაფი კრედიტის ახალი პროგრამა რა ტიპის პროექტებზეა გათვლილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარი. მთავრობა პროგრამის შედეგას 3000-მდე ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. მონარქიის იდეა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად. ვინდა რატომ ითხოვს სახელმწიფო მმართველობის მოდელის შეცვლას და რამდენად მზადაა საზოგადოება მეფის ინსტიტუტის მისაღებად. საქართველოში მეფობს და არა მართავს. ეს სწორედ ნიშნავს კონსტიტუციური მონარქიას. მედია სჭირდება ფართო პოპულარიზაცია, კარგად ახსნა საზოგადოებამდე მიტანა და ჩვენს ვფრებთ როგორც პოლიტიკური ძალა, ყველანაირად შეუწყობთ ხელს ამ იდეის პოპულარიზაციას. კონსტიტუციური მონარქიის უპირატესობა და ნაკლოვანებები, საზოგადოების წარმომადგენლების და პოლიტიკოსების არგუმენტები. ია ბაგრატიონ მუხრანელი, ფიქრია ჩიხრაძე, ბაჟა აბაკელია, რამაზ საყვარელიძე პირველი თემის სტუდიაში. ბიზნესის დახმარება, დასაქმების პრობლემის გადაჭრა თუ არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რამდენად რეალურია მთავრობის ახალი პროგრამა ფინანსური კრიზისის ფონზე. ვინ მიიღებს იაფ კრედიტს და რა სახის პროექტებზეა გათვლილი 20 მილიონი ლარი. შარშანი იყო იმ მეწარმეებზე, რომლებიც უკვე ფლობდნენ წარმოებას და ამუშავებდნენ და ამ წარმოების გადიდების მიზნით იყო. წელს ჩვენ გვაქვს როგორც არსებულ წარმოებებზე, ისე ახალ პროექტებზე, ანუ საერთოდ ახალი წარმოებები რო დაიწყოს. აღნიშნული პროექტი საქმეებს დაახლოებით მინიმუმ უпростоრად 2880 ადამიანს, ხოლო თანადასაქმებული იქნება რამოდენიმე ათასი განსაკუთრებით დიდ პროექტებზე მიღმობ. ხელისუფლების სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა. პირველი თემის შეკითხვებს ზურაბ მელიქიშვილი და ბაკურ კვეზერელი უპასუხებენ. მაშასა პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. საღამოშვიდობის ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ბაკურ, გასულ წელს, როცა პროგრამა დაიწყო, ბიუჯეტში გააწერილი იყო წელს გამოყოფილ თანხაზე ბევრად მეტი 300 მილიონი ლარი. დავიწყოთ საუბარი იმით, რამ გამოიწვია ამ თანხების ასე მკვეთრად შემცირება. როგორც გახსოვთ, ეს თანხა იყო გამოყოფილი არა მხოლოდ ის თქვა პირდაპირ იაფის სესხის და სესხად გამოყოფისთვის, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით იყო, მათ შორის საგადასახადო შეღავათების კუთხით, მათ შორის სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ასევე ამ ეს თქვა ქოლგის ქვეშ იყო მოქცეული, ხოლო კონკრეტული თანხა იყო გამოყოფილი ასევე სესხისთვის, რომელიც ათვისებული იქნა ამ მიმართულებით და დაფინანსდა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც ის თქვა შედეგების თვალსაჩინოა და ჩვენ შეგვიძლია ეს თქვა საქართველოში ძირითადად რეგიონებში ვნახოთ ძალიან ბევრი საინტერესო საწარმო, რომელიც იაფის სესხით აშენდა და გაკეთდა და უფრო დაემატა თქვა წარმოება. სანამ ვისაუბრებთ ამ ახალი პროგრამის მოდიფიცირებული ვარიანტის თუ შეიძლება ასე დავარქვათ დეტალებზე და სანამ მოსახლეობა მოისმენს თქვენგან ახალ დაპირებებს, იქნებ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ შესრულდა შარშან გაწერილი პროგრამა. შარშან გაწერილი პროგრამა საკმაოდ ეფექტურად შესრულდა, შეიძლება შევაფასოთ ნამდვილად ეს პროგრამა ეფექტურად, იყო გარკვეული შეფერხებები, ვთქვათ, შიდა ქართლის რეგიონში ცნობილი მოვლენების გამო, გარკვეულ მეწარმეებმა მოითხოვეს, რომ გადაგვეხედა პროექტებზე, ნაწილმა მათგანმა მოითხოვა, რომ გადაგვევადებინა, ვთქვათ, სესხის როგორც აღება, ასევე დაბრუნების ვადები, მიუხედავად ამ მცირედი შეფერხებისას საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს პროექტები, თელმა რიგმა საწარმოებმა უკვე დაასრულეს ეს ვთქვათ მშენებლობის ნაწილი და აღჭურვა საწარმოების უკვე დაიწყეს ფუნქციონირება, ასე რომ შეიძლება შეფასდეს დადებითად. ბატონ ზურაბ, თქვენ როგორც დეპუტატი, როგორ შეაფასებდით ამ მხრივ მთავრობის მუშაობას, რამდენად შეძლო ჯერ კიდევ შარშან წინა საარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებების შესრულება ამ მიმართულებით ხელისუფლებამ? მადლობთ ნათია, სანამ უპასუხებთ თქვენ შეკითხვას, თქვენც და მთლიანად საქართველოში მაცხოვრებელ დედებს ულოცავთ დღევანდელ დღეს.
რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მინდა გითხრათ, რომ თვითონ პროექტი რა თქმა უნდა არის წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ადამიანი არის, ვინც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდა, უამრავი საწარმო არის, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული. ბანკების სესხების პროცენტული მაღალი პროცენტებიდან გამომდინარე ვერ ღებულობდნენ ბანკები და სესხებს და სწორედ ამიტომ სახელმწიფოსგან იყო აღნიშნული ინიციატივა. მე რამოდენიმე დღის წინ, უпроსტად 2 დღის წინ გახდით მაგალითად თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით 26 მაისიდან და რომელმაც სწორედ გასულ წელს აიღო სესხი სახელმწიფოს მხრიდან. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი მომენტი აქვს იაპრელის, თუმცა ამ განმავლო პერიოდმა ჩვენ გვაჩვენა ის საკითხები, რომელიც უფრო მეტ საჭიროებას იმსახურებენ, აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც მთავრობასთან ერთად, ასევე პარლამენტის შიგნით ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები და აქედან გამომდინარე დღეს გამოვედით ინიციატივით, რომელიც უშუალოდ ეხება როგორც ამ იაპი კრედიტის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას და ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებას ამავდროულად თვითონ გაცემის წესებს თუ ვინ უნდა განახორციელოს აღნიშნული. რაც შეეხება ტერიტორიული გადანაწილების პრინციპს, გასული წლის განმავლობაში იყო ამ ხარვეზე შენიშვნები, რომ ვერ დაფარა სრულად საქართველოს რეგიონები. კი ბატონო, გეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს გამოცხადებული იყო, ასე ვთქვათ, კონკურსები უშუალოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებით ის პროექტები, რომლებიც უპირატესობას იღებულობდნენ სხვა პროექტებთან დაკავშირებულ მიმართებაში, შესაძლებელია აღმოჩნდა რომელიმე კონკრეტულ რეგიონში ან რაიონში თავმოყრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი მიმართულება არის, რომ აღნიშნული თანხები გადანაწილდება რეგიონალურ პრინციპით. პირველი მიმართულება ეს იქნება 9 მილიონამდე პროექტები უშუალოდ რეგიონებზე პლუს აჭარა. 10 მიმართულებით იქნება ეს. ამავდროულად მეორე დონე, ასე ვთქვათ, ეს არის მუნიციპალური კუთხით 60,000 ლარამდე პროექტები განხორციელდება მუნიციპალიტეტებში, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში, როგორც არის რუსთავი, ფოთი, ბათუმი და ქუთაისი 150,000 ლარამდე და ამავდროულად ყველაზე, ასე ვთქვათ, ახალი მიდგომა არის ის, რომ ჩვენ გადავდივართ უშუალოდ თემების შიგნით, ანუ საკრებულოების შიგნით კონკურენციაზე, ანუ მაგალითად რო ავიღოთ თეთრიწყაროს რაიონის ჩხიკვთის საკრებულო, უშუალოდ ამ ჩხიკვთის საკრებულოსთვის სახელმწიფო იღებს 10,000 ლარამდე პროექტის დაფინანსებას იაპი კრედიტის ფარგლებში და კონკურენტი ამ პროექტს ეყოლება უშუალოდ ამ თემშივე სხვა დაუშვათ ინიციატივა და არა თუნდაც მეზობელ თემში. და როგორ მოხდება შემდგომში თანხის გადანაწილება? ანუ როგორ უნდა მოახერხონ დაინტერესებულებმა დაფინანსება მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები? გეტყვით, რომ ესე იგი ჩვენ მთლიანად გაცემის პროცედურების სისტემას ვცვლით. დღემდე ეს იყო უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ შემდეგ მოდელზე, რომ პირველი, ანუ უпроსტად ინიციატივა ითვალისწინებს ამ მოდელს და დღეს მთავრობამ უკვე მოიწონა და დადგენილებაც არის თუ არ ვწდები. პირველი ორი მიმართულება, რაც შეეხება რეგიონების პრინციპით, ანუ 9 მილიონი და 60,000 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შემთხვევაში და 150,000 თვითმმართველი ქალაქების შემთხვევაში, ეს იქნება უშუალოდ ბანკებს გაუკეთებ ჩვენ შეთავაზებას, რომ ადმინისტრირებას და შერჩევას სწორედ ბანკებმა მოახდინონ. ოღონდ აქ ჩადებული არის ის, რომ აი 12%-ის ფარგლებში, ანუ ამ პროცენტს არაფერი არ მოემატება და შიგნით 12%-ში იქნება გათვალისწინებული ბანკების მოგებაც, მომსახურებაც, ადმინისტრირების ხარჯებიც, ხოლო რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ეს არის 970 მთელ საქართველოში 10,000 ლარიანი პროექტები, 10,000 ლარამდე პროექტები. ამის ადმინისტრირებას განახორციელებს უშუალოდ თვითმმართველობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უფრო მეტი ასე ვთქვათ, უფლება უნდა მივცეთ თვითმმართველობას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო კონკრეტულად მის ტერიტორიაზე არსებულ თემში გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით და მითითებაც იქნება და ეხლა მზადდება ინსტრუქციები თვითმმართველობებისთვის და ეს თანხა აქედან გადაირიცხება ცენტრალური ბიუჯეტი და თუ რა ფორმით უნდა განახორციელონ მათ კონკურსები, როგორ უნდა იყოს ჩართული არასამთავრობო სექტორი, მედია საშუალებები და ასე შემდეგ. კრიტერიუმები განსაზღვრული არის პირველ ორ მიმართულებაზე უკვე დადგენილება არის გამოსული, მესამე მიმართულება გარკვეულ ცვლილებას საჭიროებს საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონში, იმიტომ რომ დღემდე ამ იაპი კრედიტის ფარგლებში მინიმალური ოდენობა გასაცემი კრედიტისა იყო 20,000 ლარი და ეს ჩამოვა 5,000 ლარამდე, იმიტომ რომ როდესაც ვაცხადეთ 10,000 ლარამდე პროექტზე კონკურსი, იქ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს 6,000-იანმა, 8,000-იანმა და ასე შემდეგ, ანუ 10,000 ლარამდე, მაგრამ მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს იქნება რეგიონალური პრინციპი, თითო რეგიონში მინიმუმ, ესე იგი 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე სიდიდის საკრებულოების რაოდენობის
რის მიხედვით თანხა იქნება გაწერილი და კონკრეტული აქტივები დაიწყება. რა პრინციპით გადაიხდიან ამ კრედიტს, ანუ რამდენ წელზე იქნება გაწერილი და როგორ მოხდება ამის გადახდა? საკმაოდ შეღავათიანი კრედიტებია, რადგან როგორც ასე ვთქვათ, საშეღავათო პერიოდი არის ხანგრძლივი, 2 წლამდე საშეღავათო პერიოდი იქნება, ასევე თავად ასე ვთქვათ, დოზირება დაფარვის ძალიან შეღავათიანია, რადგან მთლიანი კრედიტის დაფარვის ვადები გაწერილია 7 წლამდე პერიოდში. შესაბამისად, ძიმეთუშად ეს არც ერთი სახის და არც სახეობის საწარმოს არ დაადგება, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის დარგისთვის არის ძალიან შემოსაზღვრული და საინტერესო. გასული წლის მსგავსად წელსაც ამ პროექტის ფარგლებში პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის დარგების ეს თავისთავადაც ესახება, რადგან მთელს ასე ვთქვათ რეგიონებში უფრო აქტიური მიმართულებაა და სექტორი საკმაოდ აქტიურია, ასევე არის ასე ვთქვათ საჭიროება იაფის ესხის და იაფი ფულის ზოგადად, რადგან ამ დარგს აქ განვითარების პერსპექტივები, ვითარდება ეს დარგი საკმაოდ დინამიურად და შესაბამისი რესურსები ჭირდება, ფინანსური რესურსების გულისხმობა ამ შემთხვევაში და ბუნებრივია მოთხოვნა დიდი იქნება ამ სექტორიდან, შესაბამისად ამ სექტორზე იქნება ძირითადად გადანაწილებული დაახლოებით 75% სოფლის მეურნეობის საწარმოები იქნება, მე იმედი მაქვს, რადგან ბატონ ზურაბ, უფრო რაზეა ეს პროექტი გათვლილი ამ შემთხვევაში, ომის შემდგომ და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, იმაზე რომ ქვეყანაში შეიქმნას თუნდაც 2-3000 დამატებით სამუშაო ადგილი, თუ განვითარდეს ბიზნესი და მცირე მეწარმეობა. ეს არის მიმართული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაქმებისკენ მიმართული პოლიტიკა, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მე დღეს მთავრობის თომაზე ვისაუბრე და მინიმალურ ციფრებზე მქონდა საუბარი. საუბარი არის დაახლოებით 3000 კაცამდე, ეს პირდაპირ უშუალოდ დასაქმებით, ხოლო ისეთ პროექტებს, რომელზეც მე წეღან ზემოთ მქონდა საუბარი, 9 მილიონამდე განსახორციელებელ პროექტებზე რეგიონებში, ეს არის ძირითადად შეეხება გადამამუშავებელ წარმოებას, სოფლის პროდუქციის, რომელზეც ირიბად თანადასაქმებით ჩართული არის უამრავი ადამიანი. მე მაგალითის სახით გეტყვით, რომ როდესაც მაგალითად მარნეულში გაკეთდა საკონსერვო ქარხანა, ის კერძო ინვესტიციით არის განხორციელებული. უშუალოდ ამ ქარხანაში დასაქმდა დაახლოებით 100-150 ადამიანი, პირდაპირ ვინც ხელფასღებულობდა, ხოლო 12000 ადამიანი არის მიბმული პროდუქციის წარმოებით უშუალოდ ამ ქარხანაზე, გაჩნდა ადგილი, სადაც პროდუქციას, რომელსაც აწარმოებენ იქ ირგვლივ არსებული მოსახლეობა, აბარებენ, ჩაბარების პუნქტი გაუჩნდათ, თვითონ ეს საწარმო იქ სხვადასხვა კუთხით ეხმარება, ზოგჯერ დიზელი, ზოგჯერ ჩითილი და ასე შემდეგ, ანუ ჩართული არის ეს მთელი პროცესი. ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი უშუალოდ დასაქმებისკენ და ეკონომიკური კვლავწარმოების პროექტების ხელშეწყობისკენ. ეს არის გადადგმული ნაბიჯი და ტერიტორიული პრინციპიც არის სწორედ შერჩეული მაგიტომ, რომ დაახლოებით 1072 ადგილი ჩნდება საქართველოში, სადაც დაიწყება ეკონომიკური აქტივობა. ზოგან 2 კაცი დასაქმდება, ზოგან 3, ზოგან 5, მაგრამ თითოეული ადგილი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ დასაქმებასთან მიმართებაში. თვითონ ბატონო ბაკური ისაუბრა თვითონ პროცენტებთან დაკავშირებით, ეს არის ძალზედ შეღავათიანი კრედიტი, მამში, როდესაც სოფლიოში არის ფული გაძვირებული, ისევე როგორც საქართველოში. იაფის ესხი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, 12% და ამ 12%-ის ფარგლებშივე იქნება დაუშვათ წინა, ესე ვთქვათ, პირველ 2 მიმართულებაზე ბანკების მომსახურეობა ჩადებული. მაგრამ ბატონ ბაკურ, რამდენად მოიზიდავს ეს მოსახლეობას? თუ გავითვალისწინებთ შარშან მთელი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თუნდაც აგვისტოს ომს, შემდგომ სტიქიას, რომლის მომსწრენით თუნდაც იმერეთის რეგიონში იანვარშიც გავხდით, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა და პირველი რასაც ისინი ამბობდნენ იყო ის, რომ მათ ჰქონდათ აღებული კრედიტი, თუნდაც ამ იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში და ახლა იმის გამო, რომ მათი წარმოება, მათი სათბურები თუნდაც განადგურდა, ისინი ვერ ახერხებდნენ ბანკის ვალის გადახდას. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებთან რა მიდგომა აქვს მთავრობას? სანამ ახალი პროგრამა დაიწყება. ამ ადამიანებს ჰქონდათ აღებული კომერციული სიასხები, შესაბამისად კომერციულ ორგანიზაციებში და ესე ვთქვათ, კერძო ორხილ ურთიერთობებში სახელმწიფო ვერ ჩაერევა უხეშად, ეს ნამდვილად უხეში ჩაერევა იქნება, რომ სახელმწიფომ ან ბანკს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაავალოს რაიმე შეღავათის გაწევა კონკრეტული მეწარმისთვის, თუმცა სახელმწიფო როდესაც გაცემს კრედიტს, ბუნებრივია ეს სხვაგვარად არის და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველანაირი შეღავათი გავუწიოთ მათ, თქვათ, დაფარვის ვადებთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ მონაცემები, რამდენი ადამიანი დაზარალდა ამ პროგრამაში ჩართული ან სტიქიის ან ომის შედეგად? ომის შედეგად, როგორც მოახსენეთ, რამოდენიმე საწარმოს მშენებლობა შეჩერდა, ბუნებრივია ეს ადამიანები შეიძლება ჩაითვალონ დაზარალებულებად ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ეს მონაცემები და აქტიურად მუშაობთ, რომ ამგვარ საწარმოებს, ამგვარ ინიციატივებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და გადავარჩინოთ იმ საწარმოების პროექტები, რომლებიც
რაიმე ეს თქვა კატაკლიზმების გამო დაზიანდნენ. ის ადამიანები, რომლებიც იხდიდნენ ამ კრედიტს. თუ შეიძლება დავამატებ, რომ სწორედ ეგ კონფლიქტის, უბრალოდ რუსული აგრესიის განხორციელების შემდეგ ძალზედ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენ შემდგომ პერიოდში საბანკო ბანკების ასოციაციასთან, ბატონ ზურაბ გვასალიასთან და მისი მეშვეობით ყველა ბანკთან პარლამენტზე მაქვს მე საუბარი, სადაც ერთ-ერთი პირველი თემა, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ დასმული თემა იქნა დასმული, პირველ რიგში ბანკების განწყობა და მიმართულება არის, რომ ისინი ინდივიდუალურ რეჟიმში იხილავენ თითოეულ ამ საკითხს და რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ბანკების მხრიდან არის ყოველთვის ამ მიმართულებით გამოჩენილი გულისხმიერება. რაც შეეხება მთლიანობაში ნაუშად თემას, რომ კრედიტი, რომელსაც მოსახლეობა ვერ ფარავს, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში გაცემული არის უკვე 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მონაცემებით 5 მილიარდ 800 მილიონი, რა თქმა უნდა, თითოეული არის ინდივიდუალური კრედიტი, ინდივიდუალურ რეჟიმში ხდება ბანკების მხრიდან ამის გავლა ნებისმიერ თემი და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება. და კიდევ ერთი თემა, ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ინიციატივა, ხელისუფლების მიერ წამოყენებული ყველა ინიციატივა ძალიან ხშირად არის ხოლმე მწვავე კრიტიკის ობიექტი. ამ პროგრამასაც, დაზღვევის პროგრამასაც, ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამასაც მოყვა კრიტიკა და იყო ასეთი შეფასებები, რომ ეს იქნება ისეთივე ნაბიჯი, რომელიც აქამდე არაერთხელ გადადგა ხელისუფლებამ და ეს არის რეალურად PR-ზე გათვლილი პროგრამები და ამის რეალურად განხორციელება არის შეუძლებელი. ბატონ ბაკური, ბატონ ზურაბ, ორივე თქვენგანს მინდა ეს კითხვა დაგისვათ. თქვენ რამდენად აძლევთ მოსახლეობას პირობას და გარანტიას, რომ ეს პროგრამები იქნება მათთვის მოქნილი და ეს პროგრამები რეალურად განხორციელდება? ეს პროგრამები ყოველგვარ კრიტიკას აიტანს, ობიექტურ კრიტიკას და არაობიექტურს მით უმეტეს. საქმით გვინდა უპასუხოთ სწორედ ამ ეს თქვათ მაგრამ კრიტიკოსებს არგუმენტად მოყავდათ აქამდე ხელისუფლების მიერ დაპირებული პროგრამები, რომელიც შემდგომში არ ამ შემთხვევაში არის ძალიან ნათელი. მე შემიძლია ნებისმიერი ჟურნალისტი, ნებისმიერი დაინტერესებული ოპოზიციონერი წავიყვანო მრავალ საწარმოში, რომელიც ამ პროგრამის პრაგრებში გაკეთდა მთელ საქართველოში და წელს ეს თქვათ კიდევ მრავალ საწარმოში ჩაეყრება საფუძველი ამ პროგრამის პრაგრებში და ეს იქნება ყველაზე კარგი პასუხი ნებისმიერი ოპონენტისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდა ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლება, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც უშუალოდ საშუალო ფენას ეხება, რომელიც ეხება ისეთ ფენას, რომელიცაც შეიძლება დღეს არანაირი გაჭირვება არ ქონდეს საჭმლის ფულიც და ჩასაცმელის ფულიც, თუმცა მუდმივად ფიქრობენ იმაზე, ხვალ რამე რო დაემართოს ჯანმრთელობის კუთხით, რა მოხდება, დაჭირდება თუ არა სახლის გაყიდვა და ამავდროულად. სწორედ ასეთ კატეგორიაზე არის მიმართული აღნიშნული პროექტი დაწყებული არის უკვე კრიტიკი, ნებისმიერ კრიტიკის არსებობას აქვს უფლება, თუმცა რაც უფრო ობიექტური იქნება კრიტიკა, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისაც, რომ რაღაც გარკვეული საკითხების გათვალისწინება მოხდეს. რაც შეეხება IAP კრედიტს, მინდა გითხრათ, რომ IAP კრედიტი დაწყებულია, ეს მოქმედებს, მუშაობს და ჩვენ უფრო მეტად ვამარტივებთ ამ პროცედურებს, უფრო მეტად ხელმისაწვდომს ვხდით შესაძლებლობებს, რომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გაიშალოს აღნიშნული ეკონომიკური აქტივობა და გამოყენებული იქნას მოსახლეობის მხრიდან კონკრეტული სიკეთე ამასთან მიმართებაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. საკონსტიტუციო მონარქია საქართველოში რა ეტაპობრივ ნაბიჯებს განიხილავენ ამ იდეის მომხრეები ქვეყანაში მმართველობის მოდელის შესაძლებლად, რაც მოუტანს ქვეყანას ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა, ან რატომ იქნება საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქისათვის საკონსტიტუციო მონარქია საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე უკეთესი. დაგვალოდეთ ამ ინიციატივაზე რამდენიმე წუთში ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. Așa პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან მოძრაობა სამეფო გვირგვინის მეურვე ია ბაგრატიონ მუხრანელი და ამავე მოძრაობის გამგეობის წევრი ვაჟა აბაკელია საღამოშვიდობის ქალბატონო ია ბატონ ვაჟა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქალბატონო ია, მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, რა არის მიზეზები, რის გამოც საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია. ნუ ეს გარდა იმისა, რომ მე დავიწყებ იმით, რომ დღეს დედის დღეა. მადლობას გიხდით, რომ მოგვიწვიეთ და ყველა შვილმტარ დედას მინდა თანაგზნობა გამოუხატო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს. ეს დღესასწაული ბატონმა ზვიადმა დააწესა და ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამეფო გვირგვინს, ეს მოძრაობა ოფიციალურად დაარსდა 2003 წელს, მაგრამ თავადაზნაურთა საკრებულო, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები დავაარსეთ 1990 წელს, ისიც იყო ძალიან დიდი
ყურადღები და სიყვარულით შექმნილი და ბატონი ზვიადის მოწოდება იყო პირადად მე მითხრა რომ წავსულიყავით აფხაზეთში. ეს იყო პირველი გასვლა 1991 წელს, როდესაც ჩვენ ერთ დარბაზში აფხაზები და ჩვენ ვიჯექით და სწორედ კონსტიტუციური მონარქიის იდეამ გაგვაერთიანა და მე დამთავრდა ქართული სუფრით ყველაფერი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ასეთი ქვეყნისათვის როგორც საქართველოა მონარქიის და ქართული მონარქიზმის თავისებურებანი ეს ცალკე თემაა, ნაკლებად შესწავლილი და ჩვენ ნამდვილად განსხვავდებით ჩვენი ისტორიით, ჩვენი მეფეთა ისტორიით, წმინდანთა მეფე წმინდანების, მეფე მხედართმთავრების, მეფე მეცნიერების რაოდენობით ეს ნამდვილად ძალიან დიდი განძია და ამ ფესვებს უნდა სწავლობდეთ ყოველთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი თვალთახედვით კონსტიტუციური მონარქიის იდეა ყველაზე კარგად მოერგება საქართველოს მომავალ გაბწყინებას, როგორც არის ნაწინასწარმეტყველი და ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის ქადაგებას და მოსაზრებას, რომ საქართველოში ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ იყოს მეფე, რომელიც მართავს და არა რომელიც მეფობს და არა მართავს და უნდა მართავდეს ქვეყანას პარლამენტი. ქართული პარლამენტარიზმი არა დღეს და არც გუშინ ჩაისახა. უკვე თამარ მეფის დროს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, არსებობდა დარბაზი. საერთოდ მე რომ ვახსენე ქართული მონარქიზმის თავისებურებანი, სწორედ ამაშია. მეფე არასოდეს არ იყო ცალკე, ერი და ბერი ერთად იყო და მეფე ერთპიროვნულად არასოდეს არ იღებდა გადაწყვეტილებებს. აი ასეთი ცნება ჩვენ ბატონი ვაჟა იურისტია და ალბათ დაამატებს. მხოლოდ საქართველოში ჩვენ უძველეს ძეგლის დადებაში თუ ნებისმიერ სხვა დოკუმენტში იყო ასეთი ცნება ერთნებლიობით მეფისა და დიდებულთა, ხალხის, ეკლესიის ეს აზრი იკვეთებოდა, დარბაზი იქნებოდა, კარავი იქნებოდა თუ სამეფო ტახტი, ყოველთვის იყო მრავალთა აზრი, ყველა ფენის აზრი გათვალისწინებული. დიდი მადლობა ქალბატონი. ბატონ ვაჟა, რატომ სჭირდება დღეს ქვეყანას მმართველობის ფორმის შეცვლა და რატომ მაინც და მაინც კონსტიტუციური მონარქია? თუ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს აბსოლუტური მმართველი, რატომ არა საპარლამენტო რესპუბლიკა? არა, ესეთი მონარქია, კონსტიტუციური მონარქია, ეს არ არის ერთპიროვნული მმართველი, ეს არ არის აბსოლუტური მონარქია. გეთანხმებით ამაში. რატო უნდა იყოს და ჩვენ ვართ ტრადიციული ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა საერთოდ და მისი არსებობა ეხა აი სულ ბოლო იმით ალბათ გამოკვლევებით არის გაიშიფრა ჰეფესტოს დისკო მოგეხსენებათ თქვენ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა სადღაც წლება 48 საუკუნეს. და მთელი ამ არსებობა ამ ქვეყნის ყოველთვის დაფუძნებული იყო ტრადიციებს. ეს არ იყო არანაირი ისეთი ტრადიცია, ხა რაღაც ხო არის რაღაც ისეთი უბედური ტრადიცია, რომ რაღაც ადამიანის შეწირვასთან, სხვა შეწირვასთან და უამრავ უკეთურებასთან არის და ქართული ტრადიცია ყოველთვის იყო აი ყველანაირად მისაღები ადამიანური პრინციპებისთვის და გნებავ თანამედროვეობისთვის. არც ერთი ტრადიცია არ გამოყოლია ჩვენ საუკუნეების განმავლობაში, რომელიც დღეს აი თანამედროვეობისთვის არ იყოს მიღებული. ხო, ამ ტრადიციას სათავეში ედგა ღვთისმურთხეული მეფე და ის თავადაზნაურობა, რომელიც მართავდა და წარმართავდა საქართველოს ბედნიერებას. სხვა შორის ერთი რამეს უნდა ვთქვათ, რომ ბაგრატონთა 12 საუკუნოვან მმართველობას ესე ის ხო პატარა დრო არ არის 12 საუკუნე ხო ევროპაში ეს ყველაზე ძველი დინასტია. ხო და მმართველობას არასოდეს არ დაპირისპირებია მეფე ხალხს. ერთ პრეცედენტს ვერ ნახავთ მეფისა და ხალხის ან აჯანყება მომხდარიყოს მეფის წინააღმდეგ, როდესაც ევროპაში იგივე აი საფრანგეთში ისიც თქვენ რომ ლუდოვიკოს თავი მოკვეთეს. მაგრამ იყო აჯანყება თავადაზნაურთა მხრიდან, იყო აჯანყება მთაში მაგალითად თამარის მეფობის პერიოდს თუ თავადაზნაურობდა და ეს შეჯახებები ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ხალხის და მეფის დაპირისპირება საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. ესეთი არც ომი ახსოვს ქართველებს
და არ პრეცედენტი არ არის. ახლა კარლოს პირველს ინგლისში თავი მოგვეთეს. საფრანგეთის მეფეს თავი მოგვეთეს და ამ 12 საუკუნის განმავლობაში ქართველ ერს არანაირი პრეტენზია მეფესთან არ ქონია და ერთ რამესაც ვიტყვი, რატო უნდა იყოს? იმიტომ რომ ასევე ეს ტრადიცია ყოველთვის იყო მეფის და თავადაზნაურობის უახლესი დამოკიდებულება ხალხთან. არ იყო არ რუსეთში ასე, არ იყო არ სხვა ქვეყნებში ხალხი და ძუძუმტეობის ინსტიტუტი აიღეთ, რომელიც ანალოგია რა აქვს სოფლიოში. როდესაც ქართველი თავადი თავის ყველაზე დიდ განს შვილს აძლევდა გლეხს ახსენებს. ბატონ ვაჟა, მხოლოდ ისტორიული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიასა და საფუძველს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის იდეა გაამართლებს. ისტორიული გამოცდილების გარდა არსებობს დღესაც სულ დადებითი ევროპაში თვითონ დადებითი პრეცედენტი ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები დანია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია იქ არის. მაგრამ ასევე არსებობს რესპუბლიკის წარმატებული ფორმები და მოდელები. კი, როგორ არსებობს, საპრეზიდენტო რესპუბლიკის თუნდაც. მაგრამ აქ ჩვენი თავისებურება უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი ხალხის. ან თქვენებობთ, რომ საქართველოსათვის საპრეზიდენტო მოდელი, მმართველობის საპრეზიდენტო რესპუბლიკა მოდელი საქართველოსთვის ხო ხედავთ რა ამბავია საქართველოში, რა? ჩვენ რა ხდება ესე ყველა სისტემას უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ვთვლით, რომ კონსტიტუციური მონარქია არის ის მოდელი, რომელიც მოერგება საქართველოს. ალბათ შეარიგებს და დააწყარებს ქართველებს რა, მაინც არ მოხდება ის, რაც ხდება, ნუ შეიძლება ყოველ არჩევნების შემდეგ ასეთ დღეში ვიყოთ რაღაც. მაგრამ მონარქი ასეთ შემთხვევაში თუ დაუშვათ დადგა დღის წესრიგში, ეს აკითხი ჩატერდა რეფერენდუმი და მოსახლებამ ამ იდეას დაუჭირა მხარი. მონარქი, როდესაც ამბობთ, რომ ეს იქნება ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, იქნება თუ არა მას რეალური უფლებების თუ ის იქნება როგორც პოლიტიკური ლიდერიც. როგორ განიხილავთ თქვენ ამ შესაძლებლობას? არ იქნება, რა თქმა უნდა. ეს არის ღვთითკურთხეული მეფე, მე კიდე ერთხელ უსვავ ხას, არავითარი მას ის სახელისუფლო მექანიზმი არ ექნება, რა თქმა უნდა. ის ვერც ვერავის დანიშნავს, რაც ქართველებს ყველაზე უფრო აინტერესებს, ვერც ვერავის ვერ მოხსნის, მაგრამ იქნება თავისუფალი სასამართლოს გარანტი. იქნება სიცოცხლის და ადამიანის თავისუფლების აუცილებელი გარანტი. ეხლა დღეს დაუშვათ სასამართლო და ხელისუფლება თუ გადაგეკიდა, სად უნდა დახვიდე, ვის მიმართავ? აი მეფე იქნება რაღაც გარანტი იმას, რომ იმ სასამართლოში ჩარევას ვერ გაბედავს ვერავინ. რატომ არ შეიძლება რომ ასეთი გარანტი იყოს თუნდაც ქვეყნის მმართველი, მაგალითად პრეზიდენტი, თუ რეალურად ქვეყანაში შეიქმნება დამოუკიდებელი სასამართლო, შეიქმნება დემოკრატიული გარემო რეალურად. რატომ ვერ იქნება ამის გარანტი ქვეყნის პრეზიდენტი? პრეზიდენტი არასოდეს არ იქნება გარანტი, იმიტომ რომ პრეზიდენტები მიდიან და მოდიან. ისინი მათი მოღვაწეობა, ნუ 4-5 ან 2 ვადით თქვა, განისაზღვრება. მონარქია არ არის, იცით, არის ძალიან კარგი ჩვენ გამოგვიგზავნეს ერთი წერილი დიდი ბრიტანეთიდან და იქ სწორედ თქვენ კითხვებზეა პასუხი. მონარქიის უპირატესობა რაშია? აი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი უპირატესობა მონარქის და ქართულად თქვა მეფის კონსტიტუციური უფლებებით არის იმაში, რომ ის არ ფიქრობს ამჟამინდელ პრობლემებზე, ფიქრობს ერზე, ერთის მხრივ წარსულში იყურება რამე თუ ტრადიციის გამგზელებელია, მეორეს მხრივ მომავალში თავისი მემკვიდრის სახით. ის ფიქრობს ქვეყანაზე და ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის, გარანტიც არის, ზნეობის, კულტურის, ისტორიის გამომხატველი. პრეზიდენტი მაინც ასეა თუ ისია არის ფიქრობს, რომ იმ ვადაში მოხდეს. და ეს არის მარადიული. სწორედ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი ამ იდეის მოწინააღმდეგებისა, ბატონ ვაჟა. პრეზიდენტს ვირჩევთ და თუ იგი არ მოგწონს ველოდებით მომდევნო არჩევნებს, რომ შემდგომ სხვა ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად და მონარქის შემთხვევაში. მონარქი ხო არ არის მმართველი. ძალიან უსუსური არგუმენტია, რამე თუ იაპონია ცხოვრობს მთელი ქვეყანა 23 საუკუნეში, მე მგონი. 23 საუკუნეში ეს არ არის შეცდომა თავისი ტექნიკის განვითარების მხრივ. მაგრამ იქ ჩათვალეს, რადგანაც ეს უაღრესად ტრადიციული ქვეყანა,
ჩათვალეს, რომ მიკადოს იმპერატორის ინსტიტუტი იცავს ამ ქვეყნის ტრადიციას, ამ გლობალიზაციის ფონზე, ამ 21 საუკუნის ჩვენ იცით თქვენ რა სიტუაცია, როგორ იმსხვრევა უამრავი იმპერია, უამრავი ქვეყანა, პატარა ქვეყნის ბედევალი იმაზეა დამოკიდებული თუ იქნება მის სათავეში ერის დამცველი პიროვნება თუ არ იქნება. დიდი მადლობა, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რამდენიმე წუთში, კიდევ ყავს სტუმრები გადაცემაში პირდაპირ ეთერში. პირველი თემის შეკითხვებს ალიანსის საქართველოსათვის წევრი ფიქრია ჩიხრაძე უპასუხებს. საღამომშვიდობის, ქალბატონ ფიქრია. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. ქალბატონ ფიქრია, თქვენს ალიანს არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ყავთ საპრეზიდენტო კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეები იყავით მონარქიის მომხრე. მართალია ალიანსის შექმნის შემდეგ თქვენი ალიანსის წევრებმა არაერთხელ გააკეთეს ამაზე განმარტებები და ითქვა, რომ საპრეზიდენტო მმართველობა განიხილება გარდამავალ ეტაპად, მაგრამ თავად ირაკლი ალასანია აცხადებდა თქვენს ალიანსში გაწევრიანებამდეც, რომ საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს უჭერს მხარს. თანხმობთ რა ამ თემაზე, რამდენად არის ალიანსში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები თქვენი სტუდიის სტუმრებს და ჩვენს ტელემაყურებლებს. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი. უპირველეს ყოვლისა თქვენს ბოლო შეკითხვას გავცემ, ასე ვთქვათ, პასუხს და მერე გადავალ ჩვენს ხედვაზე კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ დღეს ყავს საპრეზიდენტო კანდიდატი და საპრეზიდენტო არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკური, გამომდინარე იქედან, რომ დღეს ქვეყანაში არის ეს საკონსტიტუციო მოდელი, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ბუნებრივია დღევანდელი პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად ეს პოსტი არ გაქრება. არსებობს რაღაცა გარდამავალი ეტაპის იდეა, თუ ეს იქნება გარდაუვალი ეტაპი, ისეთი პროცესები მიდის ნამდვილად, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მოგვიწევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ თვლით, რომ გარდაუვალი ეტაპი რა იქნება, ქალბატონ ფიქრა? გარდაუვალი ეტაპი იქნება, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება აუცილებლად და შესაბამისად ჩვენ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატურა, რა კი გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატურა, ჩვენ ამ არჩევნებსაც ძალიან სერიოზულად უდგებით, იმიტომ რომ კონკრეტულ მოდელში კი არ არის მხოლოდ პანაცეა. ანაცეა არის დემოკრატიული ინსტიტუტების აუცილებლად შექმნაში და ჩამოყალიბებაში და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება ურთიერთდაბალანსებისა და გაწონასწორების სისტემის გარეშე არ არსებობს. როგორი მოდელიც არ უნდა ავიღოთ, ჩვენ უბრალოდ ის მოდელი დღევანდელ საქართველოში უცებ დავნერგოთ, ვერანაირად ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აბსოლუტური მონარქია არ გვინდა და ნამდვილად არავის ეს არ უნდა, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდელ მოდელში ჩვენ დღევანდელი პრეზიდენტი მივიღეთ როგორც აბსოლუტური მონარქია, რომელიც არ უყურებს არც პარლამენტს და არც მის უფლებამოსილებას, არაფრად არ აგდებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს და ასე შემდგომ. ეს ცალკე საუბრის თემა არის და რა თქმა უნდა, საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ვერც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვერც პარლამენტი ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, ისე თუ არ შეეკითხა ქართულ ხალხს. ჩვენ ყველა რაღაც ეტაპზე უნდა შევქმნათ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობის მექანიზმი და ჩვენ უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას უკვე რეფერენდუმზე გადასაწყვეტად, როგორ წყობას აირჩევს საბოლოო ჯამში. ის ყველაზე მისაღებად საქართველოს 21 საუკუნის საქართველოსათვის. ჩვენ ეხლა ქალბატონია ლაპარაკობდა, ბატონი ვაჟა ლაპარაკობდა, მე ბევრ მათ არგუმენტს ვეთანხმები და ის რომ საქართველოში ქართველ ადამიანს და საქართველოში მაცხოვრებელ ყველა მოქალაქეს აქვს გარკვეული მიმართება საქართველოს ისტორიისადმი, ეს არის ბუნებრივი. ჩვენ მიუხედავად იმისა, კონსტიტუციური მონარქია იქნება თუ არა ამ ქვეყანაში როგორც კონსტიტუციური მოწყობის მოდელი, მიუხედავად ამისა, ჩვენი პატივისცემა ძალიან სერიოზული ჩვენი ისტორიისადმი გვაქვს და ამ ისტორიაში საქართველოს მეფეებისადმი აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არის ცალკეული გამონაკლისების გარდა ძალიან ერთმნიშვნელოვნად ცალსახა დამოკიდებულება დადებითი თვალსაზრისით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ისტორია, ჩვენ გვიყვარს ჩვენი მეფეები, საქართველოს ყავდა წმინდანი მეფეები, უამრავი და ეს ისტორია, მეფეთა ცხოვრება არის პრაქტიკულად საქართველოს ისტორია ძნელბედობით სავსე და ისინი არასოდეს გამიჯნული საქართველოს ამ ისტორიისაგან არ ყოფილან და პირიქით, პირადად იყვნენ ყოველთვის მაგალითის მიმცემი ერისათვის, ბერისათვის და თავისი პირადი ცხოვრებით იძლეოდნენ ყველანაირ მაგალითს თავდამსხმელს.
მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ გქონდა კარგი ისტორია და ყავდა დიდებული მეფეები, მხოლოდ ამ არგუმენტზე დაყრდნობით არ ვამბობთ, რომ დღეს ეს მოდელი საკონსტიტუციო მოწყობისა არის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს არის საინტერესო რა არგუმენტები გაქვთ პოლიტიკოსები ვართ მოწინააღმდეგებს დაარწმუნოთ დაუშვათ ამ იდეის უპირატესობას და ეს გადმარტოთ პირველ რიგში ხალხს. თუ ეს საკითხი დადგა ჩვენი პოლიტიკოსების ვალია და ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამა თუ იმ მოდელს ემხრობა, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით განუმარტოთ საზოგადოებას, რომ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ საკონსტიტუციო მოდელს ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართველი ხალხისათვის. გარდა იმ ისტორიული მომენტისა და ჩვენი მიმართებისა, ჩვენი ისტორიისადმი არსებობს აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დამოკიდებულება, მაგრამ კათოლიკოს პატრიარქსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს, რომ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში ყველაფერი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების ვალია, რომ ამ შემთხვევაში დავანახოთ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, რამდენად კარგია ეს მოდელი და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია მას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აი ჩვენი საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც ყველა ეტაპზე სამწუხაროდ წარუმატებლად დამთავრდა. ჩვენ სხვადასხვა მოდელები გამოვცადეთ ამ ისტორიის განმავლობაში. იყო გახსოვთ ალბათ ერთი პერიოდი, რომ ითვლებოდა, რომ თუ პრემიერ-მინისტრის პოსტი შემოვიდოდა საქართველოში, მაშინ ეს გადაწყვეტდა ყველანაირ პრობლემას. ჩვენ ნახეთ, რომ შემოვიტანეთ პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ რაღაცნაირად პრობლემების მოგვარება ვერ გადაწყდა. ანუ აუცილებელია ელემენტარული საფუძვლის შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის და ჩვენ თვლით, თქვენ წეგან დასვით შეკითხვა, რომ რატომ არა ვთქვათ საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პარლამენტი მართავს და რატომ კონსტიტუციური მონარქია. მე მინდა გითხრათ, რომ კონსტიტუციურ მონარქიას მეორენაირად ეძახიან საპარლამენტო მონარქიასაც, იმიტომ რომ ისიც არის საპარლამენტო მმართველობაზე დაყრდნობილი საკონსტიტუციო მოდელი. უბრალოდ სხვაობა არის ერთ რამეში, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში ქვეყანას ყავს პრეზიდენტი, ოღონდ არა პირდაპირი წესით არჩეული და არა იმ უფლებებით, როგორიც არის ვთქვათ საპრეზიდენტო მმართველობაში და გარკვეული სიმბოლური ფუნქციები გააჩნია მას და კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში ამ ფუნქციას ასრულებს მონარქი, მეფე, რომელიც არ ირჩევა პარლამენტთან ერთად ან პარლამენტის მიერ. და ის არის ამ შემთხვევაში ღვთივკურთხეული, ის არის დინასტიური მმართველობით გადაცემული და ანუ კონკურენციის საგანს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ ტიპის კონკურენციამ საქართველოში საკმაოდ არასახარბიელო, შეიძლება ითქვას, გიჟური კონტურებიც კი შეიძინა. ერთი მხარე არის ეს, მეორე მხარე არის ის, რომ ჩვენ არ უნდა გვეგონოს ძალიან ბევრი ადამიანი დღეს კამათობს, მე დღესაც ვკითხულობდი წერილებს ამ თემაზე და ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებებს კონსტიტუციური მონარქიის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ისინი ამას განიხილავენ როგორც რაღაც მონარქიის აღდგენა, აბსოლუტური მონარქიის ფორმით წარმოუდგენიათ ალბათ, მაგრამ დღეს ჩვეულებრივად 21 საუკუნეში ჩვენ თუ შევისწავლით იმ ქვეყნების ისტორიას, რომელიც ამ გზას ადგანან, მართალია მათ წყვეტა არ ქონიათ, მაგრამ თუ ჩვენ წყვეტას მოვიტანთ მაგალითად, რომ 2 საუკუნოვანი წყვეტა გქონდა და ეხლა ამის გაკეთება აღარ შეიძლება, ჩვენ საერთოდ არც საპრეზიდენტო მოწყობის მოდელი გქონია და არც საპარლამენტო მოწყობის მოდელი და მაშინ არც ერთი მოდელი არ უნდა შევთავაზოთ. საბოლოო ფიქრეთ, თუნდაც აი საპრეზიდენტო მოდელზე როცა ვსაუბრობთ, ბოლო 2000 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გვაძლევს სრულად იმის თქმის საფუძველს გადაჭრით, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელმა ქვეყანაში არ გაამართლა. თუ გავიხსენებთ, ალბათ ყველას კარგად გვახსოვს, რომ პრეზიდენტები, რომლებიც ყოლია თავის დროზე ხმების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. დიახ, სამწუხაროდ ეს კიდე სხვა რამეზე მიუთითებს და ჩვენში პოლიტიკური კულტურის ჯერ ჩამოუყალიბებელ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე მიანიშნებს და არა იმაზე, რომ ეს რაიმეთი კარგია. მე არ ვამბობ იმას, რომ თქვათ, თუ პოლიტიკური ნება იარსებებდა, საპრეზიდენტო მმართველობა არ შეიძლება ამართლებდეს, ან საპარლამენტო მმართველობა არ გაამართლებს. ჩვენ ვიცით წარმატებული მაგალითები, როგორც საპრეზიდენტო მმართველობისა მსოფლიოში, დემოკრატიულ მსოფლიოში, ვიცით ასევე საპარლამენტო მმართველობისა და ვიცით ასევე კონსტიტუციური მონარქიის მაგალითები. მაგალითად, დიდი შვიდეულის 3 ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნიდან დღეს არის კონსტიტუციური მონარქიის ასე
ვთქვათ, მოდელის მატარებელი. საკმარისია ვთქვათ დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, რომელიც არიან ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები და ძალიან წარმატებული და დემოკრატიის თვალსაზრისითაც შეიძლება ითქვას ყველასათვის მისაბაძი და უნაკლო ქვეყნები. თუ ავიღებთ ნატოს ქვეყნებს, ნატოს 26 ქვეყნიდან თუ არ ვცდები 7 ქვეყანა რომ არ შემეშალოს, 8 ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიის მატარებელი. ასე ვთქვათ, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 7 ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიის და ეს ქვეყნები არის ძალიან წარმატებული ქვეყნები. იქ დემოკრატია არის ძალიან სერიოზულად დაცული და ადამიანები, სხვათა შორის არსებობს ასეთი სოციოლოგიური გამოკვლევებიც, რომ ადამიანები თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ იმ ქვეყნებში, სწორედ სადაც კონსტიტუციური მონარქიაა. ბედნიერების ინდექსი კიდე სხვა ინდექსია და ბევრნაირად იზომება, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისათვის, საქართველოსნაირი ქვეყნისათვის, რომელსაც ისტორიულადაც ძალიან ბევრი გასაჭირი აქვს გამოვლილი და დღესაც გარკვეული შიშები არსებობს რაღაც იდენტობის დაკარგვის თვალსაზრისით, გლობალიზაციის პირობებში თვითმყოფადობის დაკარგვის თვალსაზრისით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი. როდესაც მონარქი იქნება გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში, ვთქვათ, იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი, ქართული ენის სიწმინდე და მისი დაცვა იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. ვთქვათ, იგივე დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგას ჩვენს ქვეყანას, იყოს მისი მფარველობის ქვეშ. ეთნიკური უმცირესობები, ჩვენი ქვეყანა მრავალეთნიკური ქვეყანაა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამის ძალიან კარგი გამოცდილება, ეს იყო სწორედ მონარქის მფარველობის ქვეშ და ძალიან ბევრი ასეთი რამაც ეკლესიასთან მიმართება იყოს მონარქის პრეროგატივა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული არგუმენტი, რომელიც კარგად გააზრების შემთხვევაში ძალიან პოზიტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული ამ მიმართულებით პრობლემის დასაძრავად, თუმცა სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხი. ვითარება გვაქვს ამ თვალსაზრისით. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სწორედ ამ კითხვით გადავალ სტუდიის სტუმრებთან. დიდი მადლობა ქალბატონ ფიქრა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას პასუხობდა ალიანსის საქართველოსათვის წევრი ფიქრია ჩიხრაძე. ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ქვეყანაში დღეს საკმაოდ მწვავედ დგას ეს პრობლემა. რამდენად იქნება მონარქი, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა საქართველოში, შემოღება საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი? ქალბატონოია. აუცილებლად, იმიტომ რომ ქართველი მეფეები საერთოდ თუ გაიხსენებთ ისტორიას, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მეფენი იყვნენ და ნიკოპსიიდან დარობამდე ეს გამოთქმა არ იყო ლიტვნის სიტყვა. ქართველობის, საქართველოს, ქართველი მეფეების როლი უაღრესად დიდი იყო მთელ მცირე აზიაში, შუამდინარეთში და კავკასიაში მეფეთა ტიტულშიც კარგად ჩანდა, მაგრამ რამდენად ვიცით ჩვენ დღეს, როდესაც ვაუბრობთ, რომ საქართველოსთვის ოპტიმალური ვარიანტი და მისაღები იქნება კონსტიტუციური მონარქია, რამდენად ვიცით, ბატონო ვაჟა, თქვენთან გადმოვალ ამ კითხვით, რა მოსაზრება და რა შეხედულება აქვთ ამ თემაზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, იგივე აფხაზებსა და ოსებს. სურთ თუ არა მათ საქართველოში როგორც მონარქიულ სახელმწიფოში ცხოვრება. საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ყველა ცხოვრები ტრადიციულად და ისტორიულად იყო ღვთისმკურთხეული მეფის მომხრე, არის აი გნებავთ ის სალოცავები თბილისში, რომელიც არის აგერ ორთაჭალაში მოიხსენება, სადაც ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი არის ერთ ტერიტორიაზე და კათოლიკური ეკლესია არის და დღესაც ხო არასოდეს ქართველებს თვითონ არამსტუ მეფეებს თვითონ მოსახლეობას არასოდეს არ შეუზღუდავდა. მით უმეტეს ეს იყო მეფეების დამსახურება, რომ ისინი არასოდეს დევნა საქართველოში, აბა გაიხსენეთ ერთი ფაქტი მაინც, ეხლა დევნა ვის უნდა განეხორციელებინა 2, 3, 4, 5 საუკუნის ხალხი არა, ახლა დევნობა. არა, მე რას ვაბა, ვის უნდა განეხორციელებინა დევნა არაქართული მოსახლეობის მიმართ, აი, თუნდაც დევნიდნენ თუ არა ებრაელებს მსოფლიოში. ცნობილი ფაქტია, დღეს ყველაზე ცივილიზებული ერები ეხლა ხანს, აგერ მე-20 საუკუნეში ადოლფ ჰიტლერმა რა გაუკეთა ებრაელ ერს, ამუნიჭიერეს ხალხს, ხო? აბა საქართველოში 26 საუკუნე ცხოვრობდნენ ებრაელები და ერთი პრეცედენტი არ არის. დევნას ახორციელებს ქვეყნის მმართველი. თორე ერთი კაცი მეორე კაცს ისე ვერ გაეკიდება, თუ არ არის. ამიტომ საქართველოში ამის არასოდეს არც არასოდეს ყოფილა, რომ ქაროინის მეფის მმართველობის წინააღმდეგ
არაქართველებს რამე პრეტენზია გამოეცხა. დიდი მადლობა. თქვენ ჰიტლერი ახსენეთ და სწორედ ჰიტლერს იხსენებდა ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მოვიდა სათავეში და ამით საუბრობდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და რისკებზე, რასაც შეიძლება მმართველობის ამ ფორმის შემოღება უკავშირდებოდეს. ეს იყო მაშინ, როდესაც პირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გაახმოვანა ეს იდეა და შემდეგ დაიწყო ამ იდეაზე აქტიური ჯაბასი, რამაზ საყვარელიძე, რომელმაც ადრე მოიყვანა ეს მაგალითი, ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარია, პირდაპირ ეთერში ვთავთ მას, ბატონ რამაზ, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. მე გავიხსენე ის პერიოდი, როდესაც თქვენ საუბრობდით, თქვენ მიმოიხილავდით შესაძლო საფრთხეებსა და რისკებს. რა საფრთხეები და რისკები შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში? ნაწილობრივ ხსენდა ზოგიერთი მათგანი, ოღონდ უფრო მაჟორულ ტონებში ბუნებრივია და არა როგორც რისკი. და ერთ-ერთი ძირითადი საფრთხე გახლავთ ის, რომ მოსახლეობას არ აქვს დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება და დაკარგული დიდი ხნის ინტერვალით აქვს დავიწყებული, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრიობის გამოცდილება. და ეს ისტორიის მედუყმართობის გამო. ხა რაც შეეხება იმას, რომ ესეთი გამოცდილება დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება რას იძლევა? ეს იძლევა იმას, რომ თითოეული მოქალაქე დემოკრატიულ საზოგადოებაში მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს ის არის მმართველი, რახან აძლევს ხმას ვიღაცას. და ეს შეგნება, რომ შენ სახელმწიფოს ქმნი 4 წლისა თუ რომელიღაც ციკლის მანძილზე და შენ ხარ ქვეყანაზე მოფიქრალი არსება და შენ უნდა გადაწყვეტო რა არის ქვეყნისთვის სწორი, ეს საკმაოდ დიდი ტვირთი და დიდი გამოცდილების შედეგი გახლავთ. და მოსახლეობა თუ ვერ მიხვდა რა არის სწორი, მაშინ ბევრი რამე ინგრევა. მაგრამ მოსახლეობა ხომ აირჩევს პარლამენტს, ბატონ რამაზ? პარლამენტს აირჩევს, მაგრამ დემოკრატია არის ხელისუფლების გადანაწილება, ხო, სხვადასხვა შორის. ნახეთ, როგორ აირჩია ჩვენმა მოსახლეობამ. აირჩია პრეზიდენტი 90%-ით, შეიძლება ცოტა ნაკლებით, მაგრამ პარლამენტის იგივე პოლიტიკური ძალა აირჩია, რომლისგანაც პრეზიდენტი იყო. ფაქტიურად მან ხელისუფლებები კი არ გაყო, ერთად მოაქცია. ქართული ცნობიერება ჯერჯერობით ითხოვს ერთ მმართველობას. ანუ საზოგადოების ცნობიერებაშია პრობლემა. ჩვენ საუბარში თქვენს ჩართვამდეც გავიხსენეთ ქალბატონ ფიქრიასთან, რომ სწორედ ხმების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს ქვეყნის ყველა პრეზიდენტი. და როდესაც კონსტიტუციური მონარქიის იდეის მომხრენი ამბობენ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელმა ვერ გაამართლა, კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების ცნობიერების პრობლემა უფრო არის წინა პლანზე ამ შემთხვევაში. საპრეზიდენტო მმართველობა აირჩია იმ ქვეყანამ, რომელიც ჩვენზე უფრო უკან იყო ამ პოლიტიკური გამოცდილებით, ამერიკა. საპრეზიდენტო მმართველობა ბევრ ხარვეს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურისას ფარავს. გავიხსენოთ, ამერიკამ კიდევ ამომრჩევლების ინსტიტუტი შემოიტანა, სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობა სარყოფნია და პოლიტიკური კულტურა თავის დროზე და აქამდე ეს ინსტიტუტი მუშაობს. მეორეს ისე რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე ასე ადვილად ვიტყვი თუ არს, იმიტომ რომ ის სწორედ საშუალებას იძლევა რაღაცა გზა გაიარო ისე რომ ამ გზაზე სიარულში არ მოიტეხო ფეხი. მეორეს მხრივ ჩვენ საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ გქონია. მართალი იყო ვფიქრე, ჩვენ პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტი მეფედ გადაგვექცა. ზოგ მეფეს ექნებოდა სანატრელი ის უფლებები, რაც ჰქონდათ. ისე რომ ჩვენ დამახინჯებული საპრეზიდენტო სისტემა გვაქვს და ნორმალური საპრეზიდენტო სისტემა ჯერ არ გქონია. ეხლა ვლაპარაკობთ საპარლამენტო სისტემაზე. ეხლა ამ საპარლამენტო სისტემას ზემოდან მეფე ეჯდება თუ სუსტი პრეზიდენტი, ორივე სუსტია. ანუ ძალაუფლება არც მეფეს აქვს და არც პრეზიდენტს საპარლამენტო სისტემაში. მაგრამ რომ მივდივართ ამ საპარლამენტო სისტემისკენ, ისე რომ პარტიული სტრუქტურები პრაქტიკულად არ აგვაქვს. ისე რომ ქვეყანას პარტიული მოსახლეობასაც პარტიების არჩევანის და პროგრამების არჩევანის კულტურა ჯერ არ დაგროვებია
რის საპარლამენტო სისტემაზე. მაშინ მოდით ასე დავსვათ კითხვა პოლიტიკური თვალსაზრისით კონსტიტუციური მოწყობის რომელი მოდელი იქნება ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისათვის. მაგალითად მონარქიის მომხრეები მიიჩნევენ რომ მომგებიანი იქნება სწორედ კონსტიტუციური მონარქია, რადგან ამ პოლიტიკურ სისტემას გააჩნია ეროვნული გაერთიანებასთან თანხმობის მიღწევის ბერკეტი. კონსტიტუციური მონარქიის მომხრეებს, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა სტუდიაში მყოფების ინტონაციაშიდაც რომ მათ კონსტიტუციური მონარქია, ну რაღაც საქართველოს სიყვარული გადატანილი აქვს კონსტიტუციური მონარქიის მოწოდებაზე. რაც ხშირად იყო, მეფე და ქვეყანა ერთი იყო ქართულისთვის. მაგრამ მეფე და არა კონსტიტუციური მონარქი. დღევანდელ მსჯელობაში ძალიან ხშირად ვიხსენებ სწორედ იმას, რაც აკეთებდა და არ აკეთებდა მეფე. თანასწორობას უწყობდა ხელს თუ არ უწყობდა. დავაკვირდეთ, კონსტიტუციურ მონარქს არაფერი არ შეეძლება, არაფრის გაკეთება. ეს იქნება იდეალურად რაფინირებული ძალაუფლებისაგან მოწყვეტილი არსება. მოსახლეობას რო შევეკითხებით, რეფერენდუმზეა ლაპარაკი. მოსახლეობას რო შევეკითხებით, მეფე გინდა თუ არაო, იქვე აუხსნით მოსახლეობას რა მეფეზეა ლაპარაკი? ალბათ ეს ამ იდეის მომხრეებმა მანამდე უნდა დააყენოს, სანამ საკითხი დადგება რეფერენდუმზე. ბატონ რამაზ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შენ კითხოს პირდაპირ ეთერში რამაზ საყვარელიძე პასუხობდა და ჩვენ რამდენიმე წუთში უნდა დავასრულოთ გადაცემა. სწორედ ეს საკითხია საინტერესო ქალბატონია, როგორ აპირებთ ამ იდეის სწორად მიტანას მოსახლეობამდე. ხომ არ მოხდება ამ ინიციატივის არასწორი ინტერპრეტაცია? მე მინდა გაგახსენოთ ისიც, როდესაც დაიწყო საუბარი აქტიურად ამ თემაზე, ამას მოყვა ალბათ არასწორი ინტერპრეტირება, რომ ბევრმა ეს აღიქვა პრივილეგიების შესაძლო აღდგენადაც. ეს სამწუხაროდ ასე მოხდა, არა იმის გამო, რომ საკითხს იცნობდნენ და გულის ტკივილით ამბობდნენ ამაზე, არამედ ეს იყო რაცა პოლიტიკური თამაშები ძალიან ცუდი შესრულებით და თქვენ პირადად თქვენ არა რამდენიმე ეთერში ისიც კი გაიჟღერა რომ ცრუ მონარქისტების, ცრუ არ ვიცი დემოკრატების და აქ ბატონ რამას უნდა შევეკამათო მისი მოსაზრება, ახლა მე როგორც ერთ-ერთი მრევლის წევრი ვამბობ ურწმუნო ადამიანის მოდით ბატონი რამაზი აღარ არის ჩვენი გადაცემის არა ეს მარტო ის არ ამბობს ამაზე ჩვენ ხშირად გვიხდება ამაზე საუბარი ჩვენ ნუ გვავიწყდება რომ ვართ მართლმადიდებლები და მართლმადიდებლობა იყო ის დიდი ტყუილუბრალოთა არ შეერქვა დავით აღმაშენებელს ქრისტეს მესიის ხმალი ეს იყო ყოველთვის მართლმადიდებლობა იყო ჩვენი ფარი და ჩვენი ხსნა და ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სწორედ ამას ამბობს რომ ეს გრძელვადიანი პროგრამა არც ხვალ და არც ზეგ ჩვენ მონარქს ვერ მივიღებთ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ერი და ერი თუ არ იცხოვრებს ეკლესიურად არავინ არც პრეზიდენტი რა ეტაპებს განიხილავთ ამის მოსამზადებლად მაგალითად დაახლოებით ერთი თვის წინ ბაგრატიონთა ურიშტოს წარმომადგენლის ქორწინება ის როგორც ამ იდეის განხორციელებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. დიახ, მაგრამ თქვენ რა ეტაპებს განიხილავთ? ამ ეტაპზე სახელდება რეფერენდუმი. როგორ აპირებთ მიაღწიოთ რეფერენდუმის იდეას? უნდა იყოს ახლა ძალიან სერიოზული ჩვენ პირადად ვაპირებთ ძალიან სერიოზული სამუშაო ჩატარებას და განმარტების მიცემას. ახლა მე რა უნდა გავაკეთოთ? ხალხს უნდა ნებისმიერი პარტია, რომელიც თავის პარტიის სასარგებლოდ ითხოვს ხმებს, ყოველთვის ასაბუთებს თავის პარტიის პრივილეგირებას. ჩვენ არანაირ პარტიულ პრივილეგირებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ ესე იგი, ვითხოვთ კი ვაყენებთ საკის და უნდა უსაბუთებთ მოსახლეობას, რატომ არის კარგი მონარქია ქართველი ხალხი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებთ თქვენ მუშაობას რეფერენდუმისთვის ხელმოწერებაში. აბა ეს დაიწყება შეახსენეთ ჩვენ მუშაობთ 90 წლიდან თუ თქვენ ეკრანებზე არ ჩანს არც ერთი ჩვენი წევრი ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ მუშაობთ და ეს იდეა ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიაც, ტაქტიკაც ჩვენ შევისწავლეთ თუ რას ნიშნავს ეს მტკნარი სიცრუეა რომ მონარქს ესპანეთში არავითარ როლი არ აქვს ან დიდ ბრიტანეთში ან იაპონიაში ეს მონარქები და ეს ქვეყნები მე დანიაში ვიყავი შევისწავლე დანია სხვათა შორის რამდენად არის საქართველოს მოქალაქეები რამდენად არიან და აი ჩვენ ამ იდეაზე მუშაობდი და მუშაობ ჯერტი უნდა საჯაროდ თქვა კიდევ ერთხელ რომ არც თავადაზნაურობას არც ჩვენ
ჩვენი მონარქისტული მოძრაობის წევრებს არავინ არ ფიქრობს არც მამულების დაბრუნებაზე და არც რაღაცა მაგლეხების ყველაზე კიდე. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ კულტურეგერული მუშაობა ჩვენი მთავარი თეზა და ეხლა შეგახსენებთ ნაკლებად ცნობილ გამოთქმას ჩვენი ილია მართლის ილია ჭავჭავაძის. ყველასათვის ცნობილია მისი ტრიადა მამულიანა სარწმუნოება. ჩვენ ვუმატებთ ერთ სიტყვას მეფე, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი ისევე ილია ჭავჭავაძის ძალიან ბრძნული გამოთქმა გუთანი, ხმალი და სამეფო გვირგვინი. აი ეს არის სწორედ 1905 წელს ილია ჭავჭავაძე ფიქრობდა დიდ სათათბიროში სანქტ-პეტერბურგში მაშინ თავადაზნაურობას მიმართა და უნდა ვთქვათ ჩვენი ბრძნული დინჯი სიტყვა ამის თაობაზე სწორედ რომ ავტონომიაზე დაესვა საკითხი და კონსტიტუციური მონარქიაზე იმიტომ რომ მაშინ მომწიფდა უკვე ეს და ამ იდეოლოგიას ამ მოსაზრებებს ჩვენ ვავრცელებთ და მე მინდა თუ ერთი წუთი მაქვს აი მოვიტანე სპეციალურად თქვენთვის შენი ბროშურა აქ არის ბაგრატონთა გერბის ფარი რა არის რა ინსიგნიებია და იმპერია რუსეთი და ჩვენი მტრები სწორედ ამას ანადგურებდნენ ყოველთვის აქ არის მიტრა საკვე და დედამიწა მეფის სკიპტრით სასტორი მეფის ქრისტეს კვარტი რომელიც ინახება საქართველოში იცით თქვენ სვეტიცხოველში ხმალი და ეს არის ქნარი რამით ბაგრატიონები თავის ათვლას დინასტიის იწყებენ ქრისტეს ნათესავები იყვნენ და დავით მეფსალმუნეს შთამომავლები. ხო და ეს საკრალური, ამიტომ ვახსენე მე მართლმადიდებლობა, ეს ისე არ მოხდება, როგორც ცეკას მდივნებს ნიშნავდნენ და რაც იმაზე სათათბიროზე. ღვთისმკურთხეული მეფე მოევლინება საკრალურ ვითარებაში საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. აი, უბრალოდ მონარქიის მოწინააღმდეგებმა ვარიან ასეთი, რა? უნდა დაადასტურონ, ახლა დაადასტურონ ფაქტებით, ხო? მისი უვარგისობა საქართველოსთვის, ანარადა დაუშვათ რამე პრეცედენტი მაინც უნდა გვითხრან, სადაც არის კონსტიტუციური მონარქია და არ არის დემოკრატია, არ არის თავისუფლება და არ არის ყოფიერების ის დონე, რაც უნდა იყოს. ახლა აბსოლუტურად კატარში ყველა არგუმენტს ალბათ აქვს არსებობის კატარის მონარქიას არ ვითხოვ და ბრუნეის ვითხოვ ევროპულ. ალბათ საბოლოოდ ეს საკითხი თუ კი დადგება რეფერენდუმზე გადაწყვეტს ხალხი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ მოძრაობა სამეფო გვირგვინის მეურვე კაპიტანი ია ბაგრატიონ-მუხრანელი და ამავე მოძრაობის წევრი ვაჟა აბაკელე. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. პირველი თემა კი დღეს ამით დასრულებულია. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე.